მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ესე იგი გავრცელდა ესეთი წერილი ნარიმანის შესახებ, ნარიმანის გარდაცვალების შესახებ. და მე ამ წერილს მინდა გამოვეხმაო, რომ ვიღაცა მაკა იროვნება მაკა, ესე იგი არ ვიცი ვინ არის Facebook-ზე. უბრალოდ აი ახლა აქ დაგიფოსტავთ მის წერილს. აი ეს ვიღაცა მაკა წერს რაღაცა წერილს და მე ეს წერილი ბოლომდე ჩავიკითხე. თუმცა სრულად ბოლომდე არ ჩავიკითხე და აი ბოლო ნაწილში მეგობრებო. ეხლა დაგიფოსტავთ ბოლო ნაწილს და ერთად წავიკითხოთ. ესე იგი, ბოლო დროს მართლაც ცუდად იყო. ჰქონდა უკმარისობა, მძიმე დადიოდა, სახეზეც დასუსტებული ჩანდა. საჭმელს საერთოდ აღარ იღებდა და სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ის ექიმი, რომელიც არ შეუშვეს ყოველ მისვლაზე ფეხზე აყენებდა ხოლმე. ნეტავ საავადმყოფოში გადაყვანაზე დათანხმებულიყო. გუშინ ექიმებმა თქვეს, რომ მამა ნიკოლოზი დაახლოებით 2 დღის გარდაცვლილი იყო. ოთახში რომ შევედი, გარდაცვლილის სკამზე დამხვდა, თითქოს ეძინა. წარმოიდგინეთ, 30 წლის განმავლობაში საწოლი არ იყო, არ იცოდა, რა იყო, არ იცოდა. სულ სკამზე იჯდა და ისე ეძინა. სულ იმას ამბობდა, სადაც სიყვარული არ არის, იქ ჯოჯოხეთიაო. ბოლოს დამიწერა ჩემთვის მთავარი ავტორიტეტი 7 მსოფლიო კრება და ეკლესიის დადგენილებაო. ამას რატომ არაფრიალებდნენ? პატრიარქის მტრად რომ გამოიყვანეს და ამბობენ. ერთი წუთით საინტერესოა, ის პატრიარქი წინ იყო ეტყობა. ამბობენ, რას ამბობენ? ამბობენ პატრიარქმა არ აღუდგინა მღვდლობაო. მან ხომ თავად არიჩია ეს გზა. რა შუაშია პატრიარქი თანახმა იყო მისთვის მღვდლობა დაებრუნებინა, რითაც ბერი ძალიან გახარებული იყო და ამიტომ და ამბობდა აწი ვიტყვი როდის მივალო. გარედან ჩანდა თითქოს პატრიარქი და მამა ნიკოლოზი დაპირისპირებულები იყვნენ, თორემ მე ხომ ვიცი შიგნით რა ხდებოდა? მამა ნიკოლოზ ჩემთან სხვა ურთიერთობა ჰქონდა, სექტანტებთან სხვა. ახლა ამბობენ ღმერთების ამბიცია ჰქონდაო. რა სისულელია, მსგავსი არაფერი ყოფილა. ეგ რომ ეთქვა, მასთან რაღა გამაჩერებდა. საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანის, მუხლით აღიძრა, მაგრამ რა თვითმკვლელობა, ეს რა შეურაცხყოფაა ბერისთვის. ძალიან ვნერვიულობ, მალხას ჯინორია. ეს მალხას ჯინორიას წერილი ყოფილა და აი აქ ახლა მალხას ჯინორია წერს, რომ სექტანტებმა ერთხელ ასე უთხრა, ნეტავ იმ დროს თქვენ რომ სვეტი ცხოველში დაბრძანდებით და ჩვენ დაცვის ბიჭები ჯიპებით შემოვალთო. მართლა საწოდაობაა მათ მართლა ეგონათ, რომ ის მეფე ან პატრიარქი გახდებოდა. სათავისოდ უნდოდათ იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რა აწუხებდა ან რა სტყიოდა. წარმოიდგინეთ, დღესაც ელოდებიან რომ ის აღდგება, რა ეშველებათ, არ ვიცი. მამა ნიკოლოზი როცა რაიმე სისულელეს წერდა, იქვე მის საწინააღმდეგოსაც უთითებდა. კარგს რომ წერდა, ის რატომ ვერ გაიგეს? რომ ამბობენ პატრიარქს ებრძოდაო, ბოლოს მე გამაგზავნა პატრიარქთან, რათა გამეგო, რას იტყოდა მისთვის მღვდლობის დაბრუნებაზე. მანვე დაგვიწერა ილია მეორის გვერდით ვდგავარო, ბოლო დროს მართლა ცუდად იყო და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი სიტყვით წინა წერილში აი აქ აი ამ ჯინორიას წინა წერილში, ესე იგი ნარიმანი ამ სექტას ეთამაშებოდა როგორც შანს, რომელიც მის კართან იდგა და სანთლებს და შოკოლადებს და წერილებს კი არა, სანთლებს, შოკოლადებს და კიდე რას ურიგებდა, კამფეტებს და ალკოჰოლს რო ურიგებდა. მასზე თურმე ეუბნებოდა ჯინორიას, ეხლავე გაჩვენებთ რას. აი ამას. მამა ნიკოლოზი მიყვარდა როგორც მოძღვარი, თორემ არასდროს გამიღმერთებია, თუ რამე სჭირდებოდა მივდიოდი, ბლა ბლა ბლა. ფეხები ჰქონდა დასიებული, ხო? მოიცადე ხო, გადავახტეთ, ექიმა შესთავაზე ჩემთან წაგიყვან საავადმყოფოშიო, ბერი არ გახვა, კარგი, მაგრამ ჯერ არა ვნახოთო. ერთხელ
ვკითხე ამ ხალხს რატომ არ უშვებ აქედან მეთქი, რაზეც მიპასუხა ქრისტეს ხომ არ გაუყრია ხალხი და მე რაო აბა რა ხოთ გაუყრია ხალხი და მე რა ვქნა ცოდოები არიანო ვუთხარი რომ ღმერთად აღიარებენ მან კი მიპასუხა მაშინ არ არიან კარგადო ამდენი ავადმყოფი ერთად შეკრებილი სად გინახავთ ეტყობა ბერი მათ აკავებს და საშიშები და უკონტროლოები არიან აგრესია და წყევლა კრულა მათი ჩვეული მდგომარეობაა ამჯერად შოტას თბილისში ჩამოსვლა 9 აპრილს დაემთხვა და ასე შემდეგ რა მოკლედ ერთი სიტყვით ბერი როგორც ჩანს თამაშობდა თამაშს მის მრევლს თან ასაჩუქრებდა ალკოჰოლით კამფეტებით სანთლებით და თან ჯინორიასთან საუბრობდა რომ ეგენი ავადმყოფები არიან და რა ვქნა მეწოდებიანო როგორც ჩანს ეხლა თურმე ჯინორიასთან ლაპარაკობდა ჩვეულებრივად და მის მრევლთან მუნჯობდა ანუ ვითომ მდუმარებდა ერთი სიტყვით ვინ თამაშობდა ორმაგ თამაშს ჯინორია თუ ნარიმანი საკითხავია და მეორე კიდე ის რომ ჯინორიას უწერია ესეთი რამ რომ მისი სექტა საშიშია და დღესაც ელოდებიან მის მეორედ მოსვლას თუ აღდგომასო რა ეშველებათ არ ვიციო მე მაგალითად არავისგან არ გამიგია ეს რომ ვინმე ელოდება მის აღდგომას არ გამიგია ეს პირადად მე ერთადერთი ჩემი ვიდეო ამოჭრეს დაჭრეს და ისე გაასაღეს რომ თითქოს მე ველოდები მის მეორედ მოსვლას და აღდგომას სადაც ვამბობ რომ შეიძლება ჯერ გვამი რო არ მინახავს მაშინ ვამბობდი იმიტომ რომ ესეთი ჭორები დადიოდა რომ ის ჯერ კიდევ პულსი ესინჯება და თბილიაო გესმის და ვამბობდი რომ შესაძლებელია ის იყოს ასტრალში გასული და ადამიანს ეგონოს ის მკვდარი ეგ ყველა შესაძლებელია და ის შეიძლება დაბრუნდეს მეთქი და ეს გამისაღეს როგორც აი ეხლა ველოდები მე მის აღდგომას გესმის და რაღაც გაცოცხლებას ნუ ეგ არაუშავს ეს ილია მეორის წიწილების გველის წიწილების საკითხია როგორც ჩანს ჯინორია ილია მეორის გველის წიწილია ეხლა ნახე თან ამბობს რა რომ ილია მეორესთან ნარიმანი კარგად იყო და მაშინ რაღაც ცხოვრობდა კაცო იმ მეშვიდე საერთოდზე ან რისთვის წამოვიდა და რისთვის გამოიქცა იქიდან ხო საინტერესოა თუ ჯინორიასთან ესე იმის პოსტას თამაშობდა ჯინორია თამაშობდა პოსტალიონს ნარიმანსა და ილიას შორის ამდენი წელი გავიდა 19 წელი ეს საქმე ვერ მოუგვა რა რომ არ გამოქცეულიყო და მეშვიდე სართულზე არ ეცხოვრა იქ ჩვეულებრივად ეკლესიაში ეცხოვრა და ეღვაწა ნუ საინტერესოა ახლა ვინ ვისთან იდგა და როგორ იდგა ხო საინტერესოა ახლა ვინ ამბობს ეს სიმართლეს ჯინორიას შეუძლია დადგეს და 1000 რაღაც მოყვეს რასეუბნებოდა ნარიმანი მაგრამ სიმართლეა ეს თუ არა საკითხავი ეგ არის ახლა რაც შეეხება მის სექტას ეგრეთ წოდებულ სექტას რომელიც მის კართან იდგა თუ ნარიმანი მის კართან დგომ ხალხს სექტად თვლიდა გამოდიოდა და არიგებდა ესე იგი კამფეტებს ალკოჰოლსა და სანთლებს ესე იგი მაგარ ბოზურ თამაშს თამაშობდა და ყველა შემთხვევაში მაშინ ეგეთი არც წმინდანი იყო საინტერესო და არც ილია მეორის შნირი ხო საინტერესოა ახლა ნარიმანი მართლა თამაშობდა ამ თამაშს თავის სექტასთან თუ ჯინორია იტყუება. ეხლა საკითხავი ის არის რომ 9 აპრილს როდესაც მივიდა ის ექიმი და არ შეუშვეს 5-მა თრალმა ტიპმა და მაშინ ვერ მოიხერხა და ვერ მოახერხა ის რომ პოლიცია დაეყენებინა თავზე და გაეტეხათ კარი და 5 დღის მერე რომ მოახერხა, ხო? საინტერესო იცით რა არის მეგობრებო? რომ 5 დღის მერე რატომ მოახერხა ეგ? ანუ მანამდე რატო ვერ ვქნა, ანუ მეორე დღესვე რატო ვერ ვქნა ეგ? ნუ ახლა საინტერესო თამაშები დაიწყეს, ორივე მკვდარია, ილიაც და ნარიმანიც, ხო? ჩვეულებრივად თუ ის ფიქრობდა რომ ის ხალხი იყოს სექტანტები და გიჟები და ესეთი საუბრები ქონდა ნარიმანთან რომ ნარიმანმა უთხრა რომ ეგენი ვერ არიანო, მაშინ იმ დღესვე უნდა შეემტრიათ კარი, როცა მივიდა ის ღამით. იმ დღესვე უნდა შეემტრიათ კარი. რადგან თუ ჯინორიამ დააკაკუნა და ნარიმანმა კარი არ გაუღო, ესე იგი რაღაცაში იყო საქმე, ხო? რადგან ჯინორიას ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნარიმანთან,
დააკაკუნა და კარს არ აღებს ნარიმანი, მაშინ აუცილებლად უნდა დაერეკა პოლიციისთვის და შეენგრიათ კარი, იმიტომ რომ თუ იცოდა მან რომ ცუდად იყო და ეს 5 დაავადებას ატარებდა თურმე ეს ადამიანი და ბოლოს გულის დაავადებას დაერთო, მაშინ მაგისი ბრალი ყოფილა რომ არ შეამტრია იმ დღესვე კარი და დაელოდა კიდე 5 დღე. ის მთვრალი კაცები და ის სექტა რომელსაც ეს სექტას უწოდებენ, არაფერ შუაში არ არის ნარიმანის მკვლელობასთან რო იცოდეთ რა. ერთადერთი ის ადამიანი არის ნარიმანის მკვლელობასთან დამნაშავე, რომელმაც იცოდა რომ ცუდად იყო კაცი, 5 დაავადებას ატარებდა, თან იცოდა, თან მას ელაპარაკებოდა ჩვეულებრივ ენაზე, ხო, არასალოსური ჩვეულებრივ ენაზე ელაპარაკებოდა ნარიმანი და არ იმოქმედა. მკვლელი არის ეგ, გამოდის ეგ. თვითონ ის, ვინც იცის რომ ცუდად არის კაცი და არ მოქმედებს. აი ეგ არის მკვლელი და არა ის, ვინც არ შეუშვა იმ სახლში. სხვათა შორის, კარგი ადვოკატი რო აიყვანონ იმ ხალხმა, სექტას ვისაც უწოდებენ, ეგ თვითონ ჯინორია მოხდება იქ, სადაც საჭიროა რა. იმიტომ რომ დამნაშავე არის ეგ. პირდაპირი მნიშვნელობით ხელი ედება და სისხლის სამართლის საქმის საკითხი მაგას ეხება, რომ თუ იცოდა რომ ბერი იყო, თან მით უმეტეს ამხელა წერილი გაუშალაშინებია, ხო? თავისი პირით გააშალაშინა და ხელებით. ამხელა წერილია, რომ იცის რომ ბერი ცუდად არის, იცის რომ ბერს აქვს 5 დაავადება, იცის რომ ბერი ძალიან სუსტად არის და 5 დღე ელოდება რეაქციას, 5 დღე ელოდება რომ ბერი ახლა ვინ რას იტყვის იქ ფაჩუნი ისმის შინა თუ არ ისმის მაგისი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგის პრობლემა უნდა იყოს როცა მივიდა და დააკაკუნა კარი არ გააღო ადამიანმა, ხო, მაშინვე უნდა ჩართულიყო საქმეში. კიდევ ერთხელ თქვა? არა, კიდევ ერთხელ აღარ ჭირ. მე მგონი გასარკვევად თქვი, ახლა გარკვევით თქვი, რომ დამნაშავე არის ის, ვისაც ნარიმანი არ ეთამაშებოდა, ელაპარაკებოდა და იმან 5 დღე კიდე გადადო იმისათვის, რომ მისულიყო პოლიციით იქ. ხო და ვისაც ნარიმანი ეთამაშებოდა მაგისი სიტყვი, მაგისი წერილიდან გამომდინარე, ვისაც ნარიმანი ეთამაშებოდა და ესე იგი ორბატონს ერთად ეთამაშებოდა, სავით გამოუვიდა რომ თან არ უნდა და ეცოდებოდა ეს ხალხი და თან უწოდებდა ვერ არიანო, ეგენიო და მკვლელები არიანო, თუ გიჟები არიანო, თუ ვიღაცეები არიანო და თან კანფეტებს მივცემოდა, ალკოჰოლს და ეგრე მოვიჟორებდა ფულს, ხო, ფულს კანფეტებსთან ალკოჰოლს მივცემოდა, ეგრე გავართობო რა ამ ხალხსო. ის ხალხი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, მართალი გითხრათ, იმიტომ რომ თუ ნარიმანი ეგეთი საზიზღარი იყო, რომ ამ ხალხს მაგრად ეთამაშებოდა და ჯინორიას ელაპარაკებოდა მარტო და ამ ხალხს არ ელაპარაკებოდა, მაშინ ორივე დამნაშავეა, ჯინორიაც და ნარიმანიც. და თუ ეგრე არ იყო და ჯინორია იგონებს, მაშინ თავისივე პირით და ხელით გაიჩალიჩებს, თაგვად ხარაო, კატა გამოთხარაო, ხო? კატას გაიჩალიჩებს. ეს ხალხი ვისაც სექტას უწოდებენ, არაფერ შუაში არ არის. ის ხალხი ვინ გააგიჟა, მაგათ ნახეო რას უძავ, ხო რაღაცა წერილში აგი, მაგათ ნახე რას უძავო მერეო. ნუ ეხლა ნარიმანს ჩაფიქრებული ქონდა თურმე რომ ეს თავისი სექტა ამდენი ხანი რომ იქ დააყენა და ხან ერთმანეთი აცემინა და ხან რაღაცა, აი მერე ნახე რას უძავო და ბოლოს რა უკნა ბოლოს რა თავის თავს გაუჩალიჩა ბოლოს. იმათ სექტას კი არა. ხო, საკითხავია ახლა ვინ თამაშობს, ჯინორია თუ ნარიმანი თამაშობდა, ხო? საკითხავია, საინტერესო კითხვა არის საერთოდ, იმიტომ რომ მე პირადად იქ ორჯერ ვიყავი და ვერ გავიგე რა ხდებოდა. აი ბოლომდე ვერ ვიტყვი რა ხდებოდა რა. ერთადერთი ის ვიცი, რომ ეს ხალხი, აი ეს ვისაც სექტას უწოდებენ, ის მართლა ძალიან დიდი ფანატი იყო ნარიმანის. ეგ დავინახე და მართლა უყვარდათ ნარიმანი. ეგ დავინახე მე და ეხლა ჯინორია იქ არ მინახავს, მათ კარზე ნამდვილად არ მინახავს. არ ვიცი ვინ ტიპია ეგ ჯინორია და თუ ნარიმანს ელაპარაკებოდა, მაგარი საზიზღარი ყოფილა, იმიტომ რომ ეხლა გამოდო ეს წერილი, მანამდე რატო არ გამოდო, მანამდე რატო არ იძახდა რომ ნარიმანი და ილია ერთად არიან. ნარიმანი და ილია თუ ერთად იყვნენ, მე ვერ ხვდები მაშინ რატო გამოიქცა ნარიმანი და რატო იყო მე-7 სართულზე იქ. ნარიმანს თვითონ ფეხები არ ქონდა რომ გამოსულიყო მე-7 სართულიდან და მისულიყო ილიასთან.
არ ვიცი რა თამაშები წავიდა აქ, არ ვიცი, მაგრამ არც მაინტერესებს, ახლა მართალი გითხრა ამას მე არ ჩავეძიები, იმიტომ რომ თვითონ გაარკვიონ რა, ვისაც ეთამაშა ეს ნარიმანი, იმათმა გაარკვიონ. მე რაც მომთხოვა მიუტანე და მაგითი დასრულდა იქ საქმე. მივუტანე და დასრულდა რა, ბანანი უნდოდა თუ ანბანი უნდოდა, მაგას არ ვიცი რა შეშირდებოდა, მაგრამ რაც მოითხოვა მივუტანე, ხო? ვერავინ ვერ მეტყვის რომ არ შეუსრულე ის რასაც ითხოვდა, იმიტომ რომ ჩემი სახელი და გვარით მოითხოვა მოიტანოს თამარ ინასარიძემ ბანანიო და მივუტანე ეს ბანანი ანბანის სახით, ხო? და ვერავინ ვერ მეტყვის რომ მოგთხოვა და არ გააკეთეო და ვერავინ ვერ მეტყვის რომ რატო იქ არ იდექიო. გაიგეთ? ანუ ასე რომ ეგ თამაშები, რასაც ნარიმანი თამაშობდა, თუ რასაც ჯინორია თამაშობდა, ხო? თვითონვე გააგრძელონ. მე ნამდვილად არ მაინტერესებს მაგათი თამაშები რა. მკვდრები დამარხონო, ამბობს ქრისტე და ეგრე მოხდეს რა. წავედი, აბა გაკოცეთ. ესეც ამოჭერით ეხლა და გააშიარეთ 50,000-მა ადამიანმა ნახოს. იმათვე უბნები, ვინც ჩემს ვიდეოებს ჭრის ხოლმე.